და ახლა კულტურა 14 ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს 5 სექცია და 20-მდე ქვეყნიდან ჩამოსული 40-მდე კონკურსანტი. სინედოკ თბილისი სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტურ ფილმებს გააერთიანებს. მათ შორის იქნება რამდენიმე ქართული ნამუშევარიც. მონაწილეების საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილების მოლოდინში როგორ ემზადებიან ქართველი რეჟისორები ფესტივალისთვის. ნახეთ ლიზა ციკლაურის სიუჟეტი. ირანელი გოგონა, რომელსაც სურს ასტრონავტი გახდეს, დანიელმა რეჟისორმა ფილმის მთავარ გმირად აქცია. სიუჟეტის მიხედვით მის გეგმებს საფრთხე ემუქრება, თუმცა სეპიდე ოცნებების ასასრულებლად ბრძოლას იწყებს. სურათის სახელწოდებით სეპიდე სინედოკ იანგის საკონკურსო სექციაში იქნება ნაჩვენები. მოგეხსენებათ ირანი ჩაკეტილი სამყარო არის და მით უმეტეს ქალისთვის ძალიან რთული არის თავისუფლების და ოცნების ასრულება. ეს ფილმი გაკეთებულია პროფესიონალების მიერ და ეს არის ბავშვებისთვის და ბავშვებზე. საქართველო არის მდიდარი ან დოკუმენტური ფაქტებით. იცით, ქვეყანა რო სადაც ხდება ამდენი სოციალური და პოლიტიკური ძროები, არის არაჩვეულებრივი ნოყიერი ნიადაგი დოკუმენტალისტიკისთვის. ამიტომ აი ხარ არის სწორედ ის დრო ჩვენ განვითარდეთ ამ მხრივ და very საინტერესო პროექტები დაიდოს. ამიტომ ეს ფესტივალი ძალიან უწყობს ხელს აი მაყურებლის და თითო პროფესიონალების გაზრდას. სინედოკ თბილისი კავკასიაში დოკუმენტური ნამუშევრების ერთადერთი საერთაშორისო ფესტივალია. სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტური ფილმები ქართულ რეალობასთან დაკავშირებულ თემებსაც შეეხება. ფესტივალი წელს უკვე მეორედ ტარდება და ამჯერად 20 ქვეყნის 40-ზე მეტ კინოსურათს მასპინძლობს. ნამუშევრები 5 სხვადასხვა სექციაში იქნება ნაჩვენები. შარშანდებთან შედარებით უფრო გაზრდილია წლევანდელი პროგრამა. თითქმის ფილმების ჩვენება გაორმაგდა, ქვეყნები გაორმაგდნენ, მიახლოებით 20 ქვეყნიდან იქნებიან სტუმრები მოწვეული და ასევე გავზარდეთ სექციებიც. ხელმწიფე ერთ-ერთი ქართული ფილმია, რომელსაც ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი შეაფასებს. რეჟისორ შალვა შენგელის ნამუშევარში ერთ პატარა ქართულ სოფელში არსებული კონფლიქტური სიტუაციაა მოთხრობილი. ფილმი, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო, სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე უკვე ნახეს. არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. ამ სიტყვების ავტორის ძეგლმა მართლა პრობლემა შექმნა ქართლის ერთ პატარა სოფელში. საუბარია სტალინის ხელმოტეხილ ძეგლზე, რომელიც ბედის ირონიით დედათა მონასტრის ეზოში აღმოჩნდა. და სწორედ აქედან დაიწყო სოფელში, პატარა სოფელში, რომში დრამის განვითარება, რომლის თვითმხილველების და ფილმზე ამსახველებით ჩვენ ვიყავით. კინოჩვენებები ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება. 3 საკონკურსო პროგრამიდან კი 3 გამარჯვებულ საერთაშორისო ჟიური 18 ოქტომბერს გამოავლენს.